თუმცა ზარალის სრული ოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრა მაგისტრებთან აუდიენციის სურვილი სტუდენტებმა Facebook-ზე გამოთქვეს. რამაზ ნიკოლაიშვილმა ახალგაზრდებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. უწყება საქართველოს უნივერსიტეტთან უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მაყოფ შეხვედრით ეს არის მემორანდუმის ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტთან გავაფორმეთ და მინდა გითხრათ, რომ ამ სტუდენტების შორის ბევრი ესეთი ადამიანი, რომელიც ჩვენთან დაიწყებენ მუშაობას, როგორც უკვე ეს მოხდა შაშან, მათ ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს და ძირითადად შეინტერესებდა თავისთავად ის პროექტები, რომელზეც ჩვენ მუშაობთ. ჩვენ ბევრი ვისაუბრებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, რომელსაც ვაშენებთ ბათუმში, ასევე პარლამენტის შენობაზე, იმ ობიექტებზე, რომელიც მათ ტურისტული უნდა განავითაროს. ეს შეხვედრა შედგა Facebook-ის მოწერით, ანუ ჩვენ სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე დავპოსტეთ და მოვითხოვეთ, რომ თუ იქნებოდა შესაძლებელი რომ შეხვედრა დრო გამოიყოთ ჩვენ სტუდენტებისთვის. სამინისტროც საკმაოდ ოპერატიულად გამოგვეხმაურა და საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია და შეხვედრა შედგა. კითხვა დამებადა ბახმაროსთან დაკავშირებით, განვიხილეთ ეს საკითხი კონკრეტულად და შემდეგ მინისტრმა შემომთავაზა, რომ ჩავერთო სხვადასხვა პროექტებში და მივიღო მონაწილეობა ბახმაროს განვითარებაში. რაც ლოგიკურად ჩემთვის არის ერთგვარი სამუშაო შემოთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და ძალიან მოხარული ვარ.